მოგესალმებით, რადიო ემედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. 11 საათი 34 წუთი გახლავთ და სტუდიაში ჩვენ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ბატონ დავით ნარმანიას მასპინძლობთ. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმები, მივესალმები მსმენელებს. მადლობა სტუმრობისთვის თქვენ ბატონ დავით. ჩვენი საუბრის თემა იქნება მომხმარებლების უფლებების დაცვა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში და გავამახვილებთ ყურადღებას ამ თვალსაზრისით იმ ელექტრონულ სერვისებზე, რომელიც და ყოველ ჯერზე ახალი შესაძლებლობის სახით სულ უფრო ემატება და იხვეწება. პირველ რიგში ბატონ დავით, თქვენ როგორც სემეკის პირველი პირი, თუ შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად შეცვლილია დღეისთვის ან მოქნილია და რამდენად შეესაბამება თქვა ევროპულ საერთაშორისო სტანდარტებს უფლებრივი ნაწილი ჩვენი მომხმარებლებისა, იმიტომ რომ ჩვენ მოვდივართ იმ ეპოქიდან, როდესაც იგივე კომუნიზმის ეპოქაში დენი იქნებოდა თუ წყალმომარაგება იქნებოდა, როგორც გაძლევენ ისე არის და შენ ახლა ან მოგდის ეს დენი და წყალი, ან არ მოგდის. დანარჩენი შენ უფლება არ გაგაჩნია. კი ბატონო, მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით აქტიური ბოლო წლები იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ამ ევროინტეგრაციის კონტექსტში კანონმდებლობა, მარეგულირებელი აქტები შეუსაბამეთ სწორედ ევროპულ მოდელს და გადავედით მთლიანად, შეიძლება ითქვას, ელექტროენერგეტიკის სექტორში ევროპულ მოდელზე. მიმდინარეობს მუშაობა ასევე ბუნებრივი გაზის სექტორში ამ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით და მათ შორის ერთ-ერთი კომპონენტი აქ არის მომხმარებელთა უფლებების დაცვაც. სემეკი როგორც დარგობრივი რეგულატორი ენერგეტიკაში და წყალმომარაგებაში სრულად კანონმდებლობის მიხედვით პასუხისმგებელია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, კერძოდ იმაზე, რომ თუ დადგენილ წესებს და რეგულაციებს არ ღვევს ენერგეტიკული კომპანია, ამ შემთხვევაში სემეკი არის პასუხისმგებელი უწყება, რომელსაც შეუძლია მისი სანქცირება მომხმარებელთა უფლებების არ დაცვის შემთხვევაში, კი ბატონო, დარღვევის შემთხვევაში შეუძლია გაფრთხილება, შეუძლია ფინანსური სანქციის გამოყენება, რომელიც არაერთხელ გამოგვიყენებია ჩვენ, თუმცა სანქცირება არ არის ჩვენი თვითმიზანი, ჩვენი თვითმიზანია, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და არ დაიღოს მისი უფლება. ხშირ შემთხვევაში, რაზეც ჩვენ მომხმარებლები მოგმართავენ, ეს არის სერვისების წყვეტა, ანუ ავარიის გამო ელექტროენერგიის ბუნებრივი აირის თუ წყლის გათიშვა, ასევე მოგმართავენ ყველაზე ხშირად დარიცხვის სისტემის შემოწმების მიზნით, როცა მომხმარებელს იჭვეპარება იმაში, რომ არასწორად მუშაობს ან დარიცხვა არ არის სწორად გაკეთებული. სწორედ ამიტომაც ჩვენ ნებისმიერი ფორმით მომხმარებლის მომართვის შემთხვევაში ვაკეთებთ რეაგირებას, თუ თანხა არის არასწორად დარიცხული, ზედმეტად დარიცხული ან ხანდაზმულია დავალიანება, ესეთ შემთხვევაში იღებთ გადაწყვეტილებას და მომხმარებელს ჩამოვაწერთ. იგივე თქვა 2024 წელს 3000-ზე მეტი განცხადება საჩივარი შემოვიდა მომხმარებლების მხრიდან ჩვენთან. ყველა მათგანზე იყო რეაგირება და დაახლოებით 2.800.000 ლარი ჩამოეწერათ მომხმარებლებს, რომელიც იყო ან არასწორად დარიცხული, ან იყო ხანდაზმული დავალიანება. კიდევ უფრო ადრე, ანუ 1 წლის წინ 2023 წელს დაახლოებით 2900 განცხადება შემოვიდა 3.5 მილიონი ლარი ჩამოვაწერეთ მომხმარებლებს და ასე ეს არის ერთი მექანიზმი, ანუ დარიცხების ისტორიის და კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ ასევე კომპანიებს ვავალებთ მომხმარებლის მომართვის შემთხვევაში, რომ მოხსნას მრიცხველი დაალუქოს და შეამოწმოს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში თუ რამდენად გამართულად მუშაობს მრიცხველი. თუ არასწორად მუშაობს მრიცხველი, ესეთ შემთხვევაში პირდაპირ წესში გვაქვს გაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს მომხმარებლისთვის მოხმარებული კომუნალური გადასახადების დარიცხვა. ანუ ის სანამრიცხველი არ არის, კი ბატონო, უნდა გაუქმდეს და ხელახლა მოხდეს ჩვენი წესების მიხედვით. და სანამ ახალ მრიცხველს დააყენებენ, მანამდე რა ხდება აღრიცხვა? სანამ ახალ მრიცხველს დააყენებენ, მანამდე დგება სხვა მრიცხველი იქ, ანუ მოხსნიან მრიცხველი, რომელიც არის ლაბორატორიაში სამოწმებლად წასაღები და დროებითი მრიცხველი დგება, რა თქმა უნდა. ამის შესახებ იწერება აქტი და მომხმარებელი საწერს ამას ხელს. ბატონ დავით, უკაცრავად ამაზე ნებისმიერ შეუძლია მოითხოვოს ასე ტოტალურად, რომ შეიძლება არც ეპარება ეჭვი, მაგრამ რაღაცის გამო გაკეთდეს. ხო, ამდენს ვერაუა მithumetes აკრედიტირებულ
სხვებთან შესაბამისობაში არ ყოფნი ცალკე მყოფი დამადასტურებელი პასუხის მქონე ორგანიზაციაში უნდა წაიღონ და ესეც ალბათ ხარჯი იქნება კი ბატონო, იმ კომპანიის ხარჯია, რა თქმა უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის, რომ ვიდრე მრიცხველის მოხსნა მოხდება, მანამდე აკვირდება ენერგოკომპანია, თუ ჩვენთან არის ანუ პროცედურები არის. ჩვენ ვაკვირდებით საშუალო მოხმარება, როგორი ქონდა მოხმარებელს ამ საშუალო მოხმარებიდან არ არის ამოვარდნილი, კი ბატონო, არის. თუ მკვეთრი ვარდნა, შემდეგ არის ლოგიკური ეჭვი, ხო? ბატონო, არის სეზონურობა, ზამთარში უფრო მეტია, როგორც წესი მოხმარება, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის და არის სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს და ეს ყველაფერი გაწერილი არის თითოეული სექტორის მიხედვით მოხმარება მიწოდების წესებში. ელექტროენერგეტიკის სექტორში გვაქვს ცალკე მოხმარება მიწოდების წესი, ბუნებრივი აირის სექტორში, წყალმომარაგების სექტორში და ყველაფერი არის დეტალურად გაწერილი. კი ბატონო. ბატონო დავით, ჩვენ გვაქვს ასეთი პუნქტი მოხმარებელთა უფლებების ნაწილში, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის დაუშვებლობას. აი აქ რა მოცემულობა გვაქვს, იმიტომ რომ არსებობს მესმის გაწერილია ყველა პუნქტი, თუმცა მსმენელებმა, მოქალაქეებმა ამ ყველა შესახებ არ იცის და ჩვენი დღევანდელი დიალოგით ალბათ ამ კუთხიდან უნდა გამოვიყენოთ, რომ ზოგადად მომხმარებლებში ამალდეს ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევებში შეუძლიათ რომ თავისი უფლებები ბატონო, აი მაგალითად თქვათ შაბათ კვირის წინა დღეს, ანუ პარასკევ დღეს, ან უქმე დღეების წინა დღეს დაუშვებელია მომხმარებელს შეუწყდეს ელექტროენერგიის მიწოდება. ნებისმიერს, კი ბატონო, დავალიანება იქნება თუ ასე შემდეგ, რატომ? იმიტომ რომ მომხმარებელს უნდა გქონდეს საკამარისი დრო, რომ გაარკვიოს რატო შეუწყდა მას და ვინაიდან მომდევნო დღეები არის არასამუშაო დღეები, მომხმარებელს არ დარჩეს ხო კომუნალური სერვისის გარეშე. იშლება 3 ლარი ან დააკლდა შემთხვევით არც ის ან ასეთი შემთხვევა და კი ბატონო, კი, ამიტომაც უქმე დღეების დასვენების დღეების წინა დღეებში არ შეიძლება კომუნალური სერვისის შეწყვეტა, ისევე როგორც არ შეიძლება 18 საათის შემდეგ. ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არასამუშაო საათებში ასევე მომხმარებელს გაუჭირდება გაარკვიოს თუ რატომ მოხდა ამისთვის კომუნალური სერვისის მიწოდება. ანუ სამუშაო დღეს პირველი ნახევარი. სოციალურად დაუცველები ახსენე და ამასაც ვიტყვი. რამდენიმე კატეგორიის მომხმარებელი ჩვენ ცალკე გამოვყავით და მათთვის კომუნალური გადასახადების გადახდის ვადა უფრო გახანგრძლივებულია. ეს არიან პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, მარტოხელები, რომლებიც სახელმწიფოსგან იღებენ შესაბამის პენსიას ან შემწეობას. სახელმწიფოს დადგენილი აქვს რაღაცა გაიცემა 16 რიცხვში, რაღაცა გაიცემა 22 რიცხვში, ანუ ეს თარიღები განსაზღვრული არის პენსიის დარიგების თარიღი, სოციალური შემწეობების დარიგების თარიღი, ამიტომაც ჩვენ ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის კომუნალური გადასახადების გადახდის ვადა გადაუწიეთ სწორედ ამ პერიოდის ჩათვლით, რომ მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს მიიღოს პენსია იქნება თუ შემწეობა გადაიხადოს შემდეგ კომუნალური გადასახდელი. ამისთვის მნიშვნელოვანია და აუცილებელია რომ მომხმარებელმა მიმართოს ენერგოკომპანიას განცხადები და უთხრას რომ ის არის პენსიონერი და ენერგოკომპანია ვალდებულია ჩვენი წესის მიხედვით თავის მონაცემთა ბაზაში ასახოს რომ ეს ადამიანი არის პენსიონერი და ის გადაიხდის გვიან. ამიტომაც მას დარიცხვა ადრე არ მიუღვა. კი ბატონო, შესაბამისად ასევე არ გაითიშება ის გადაუხდელობის შემთხვევაში. კი ბატონო. რა არის ის გარანტირებული სტანდარტი, რაც სოციალურად დაუცველი არ არის აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში მოქმედებს, აი აქ რა არის ძირითადები, რასაც გამოყოფთ? კი ბატონო, გარანტირებული სტანდარტებიც ჩვენ ასევე დადგენილი გვაქვს, მათ შორის ესე იგი ის რომ თქვათ მოხდა ქსელში ავარია და გაითიშა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება. კომუნალური კომპანია ვალდებულია ჩვენი წესების მიხედვით ამ ინფორმაციის მიღებისთანავე გააფრთხილოს მომხმარებელი SMS შეტყობინებით, რომ მას ავარიის გამო შეუწყდა კომუნალური სერვისის მიწოდება და იქვე იმავე SMS-ით უნდა აცნობს სავარაუდო აღდგენის დრო. როცა მივიდა კომუნალური კომპანია ადგილზე, დაიწყო შეკეთების სამუშაოები და თუ ვერ ეტევა ამ დროში, რაც მომხმარებელს აცნობა, მას შეუძლია რომ ეს დრო გადაწიოს, მაგრამ დროის გადაწევის შესახებაც მომხმარებელს უნდა აცნობს აუცილებლად. ხოლო თუ გეგმიური გამორთვაა,
ამ შემთხვევაში ასევე წინასწარ უნდა აცნობოს მომხმარებელს კი წინასწარ. ბატონო. გეგმიური გამორთვა რას ნიშნავს? მაგალითად თქვა, არის ქსელი, არის ტრანსფორმატორი და შესაკეთებელია ეს ექსპლუატაცია კი ბატონო, ან გამოსაცვლელია ამ ტრანსფორმატორზე მიერთებული არის მომხმარებლები, ამიტომაც ყველა მომხმარებელს უნდა უთხრას, რომ ხვალ გეგმიურად გაითიშება, პირობითად თქვა, ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროიდან ამ დრომდე. ესეც გარანტირებული სტანდარტია. ასევე ჩვენ გაწერილი გვაქვს ის საშუალო წვეტები და აღდგენასთან დაკავშირებული საკითხებიც. ანუ კომუნალურ კომპანიებს ყოველწლიურად უთვლით ჩვენ საშუალოდ რამდენი საათი ქონდა გამორთული ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი თუ წყალი და საშუალოდ რამიზეზებით ეს ერთობლიობა საშუალოდ ერთი გამორთვის აღდგენას რა დრო მოანდომა. ესე ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკა, ვინაიდან კომპანიებს ჩვენ ავალდებულებთ, რომ ქსელში ჩადონ ინვესტიციები, მოაწესრიგონ ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს იმას, რომ დროთა განმავლობაში ავარიების რაოდენობა უნდა შემცირდეს, რა თქმა უნდა და მომხმარებლის, ასე ვთქვათ, უფლება უკეთ უნდა იყოს დაცული და მისი მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. ეს მეორე მხრივ იმ კომპანიისთვისაც ხო სასარგებლოა რა, ყოველჯერზე ბრიგადა გადის, ხარჯია და ერთხელ კარგად გაკეთებული ველოდიანად იმუშავებს. რა თქმა უნდა, ამიტომაც ხარისხსაც ვამოწმებთ ჩვენ, აი მაგალითად თქვათ, თბილისში იქნება თუ რეგიონებში ელექტროენერგეტიკული კომპანიები რომ აკეთებენ პროექტებს, თქვათ, ქვესადგურის შეკეთება, ბოძების გამოცვლა, ხაზების გამოცვლა, ტრანსფორმატორების გამოცვლა და ასე შემდეგ, რომ გააკეთებენ ამ პროექტებს, ჩვენ შერჩევით ვიღებთ ამ პროექტებს და ვავალებთ, რომ მოიტანოს ამ პროექტების ექსპერტიზა, როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური კუთხით. ტექნიკურმა ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს შესრულებული სამუშაოს სტანდარტებთან შესაბამისობა და ფინანსური ექსპერტიზის ნაწილში რამდენად ხარჯ-ეფექტიანად შესრულდა ეს პროექტი. ესეც უნდა იყოს ასევე აკრედიტირებული პირის მიერ დადასტურებული. პირობითად თქვა, ტრანსფორმატორი თუ ღირს 10,000 ლარი საშუალოდ ბაზარზე, 12,000 ლარად მან არ უნდა იყიდოს. სწორედ ამგვარი, ასე ვთქვათ, ხარჯების ექსპერტიზაც კეთდება, იმიტომ რომ ეს არის მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხებით დაფინანსებული ინფრასტრუქტურა. იმიტომ რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ხარჯები არის ტარიფის შემადგენელი ნაწილი. კი, და ჯამში ეს ყველაფერი მე ერთ ყულობაში იყრის რაღაც კუთხით თავს. მე ასევე მინდა კითხოთ აუცილებლად პრაქტიკიდან გამომდინარე და ალბათ მე არა ვარ ერთად ვისაც ხონია ეს შემთხვევა. შემთხვევა, როდესაც მოდის ელექტროენერგია ან ძალიან მაღალი ძაბვით უცაბედად, ან ვარდება. ნუ არის რაღაც მოწყობილობები, რომელზეც გვაქვს, ასე თქვა, დამცავი საშუალება, მაგრამ არ არის ტოტალურად. ნუ ვიღაცამ ჭკუა იხმარა თავის დროზე და როგორც კი შემოდის სახლში ძაბვა, იქვე ან ამომრთველი, ან რაღაცა მექანიზმი აქვს. მაგრამ აი ეს ორი ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, ახლა ძალიან მაღალი ძაბვა და დაბალი, როგორ ნეგატიურად მოქმედებს ტექნიკაზე და მათი გადაწვის ფაქტიც არის. აი ამ შემთხვევაში ვის უნდა მოეკითხოს და რა ბერკეტი გააჩნია მომხმარებელს? მომხმარებელს აქვს უფლება, რომ კომუნალურ კომპანიას ამასთან დაკავშირებით უჩივლოს. თქვენ უნდა მოგმართო, არა, ეს არ არის სენეკის უფლება მოსილება. უნდა უჩივლოს სასამართლოში. ძალიან რთული მაგრამ ძაბვის ხარისხზე პასუხისმგებლობა ჩვენი წესების მიხედვით აქვს კომუნალურ კომპანიას. სწორედ ამიტომაც ჩვენ პერიოდულად როცა გავდივართ უბნებზე, გავდივართ რეგიონებში, ჩვენი თანამშრომლები ამოწმებენ ტექნიკურ მდგომარეობას ქსელის და მათ შორის ძაბვის ხარისხებსაც და დამატებით ავალებენ, უბრალოდ გადაწყვეტილებით ვავალებთ მე უკვე კომუნალურ კომპანიებს, რომ ეს მოაწესრიგონ. ერთ ტრანსფორმატორზე თუ ძალიან ბევრი მომხმარებელი ჩამოკიდა, რა თქმა უნდა, ვერ გაუძლებს და ეს ძაბვაც ითამაშებს, ძაბვის ხარისხი იქნება, რა თქმა უნდა, დაბალი. ეს კომუნალური კომპანია ვერანაირად თითს ვერ გაიშვებს ელექტრომწარმოებელზე, თქვათ, ხო? ვერა, თუ ეს ძაბვის ვარდნის გამო ანუ დაზიანდა რაღაცა მოწყობილობა, რა თქმა უნდა, ეს უნდა დადასტურდეს და შესაბამისად
პასუხისმგებლობაც აქვს, რომ კი, ბატონო. ამას გაუგროს ზიანი. მე მინდა რამდენად მოვასწროთ ბოლო რამდენიმე წუთში დავუბრუნდე ისევ გარანტირებული სტანდარტების პუნქტებს, იქ არის მანქანის დამტენის პუნქტის მიერთება და ასევე არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერთება, რაც ახალი კანონიდან გამომდინარე ბევრ მოქნილობას გვაძლევს იმისთვის, რომ პოპულარიზაცია მოხდეს თუნდაც მზის ელემენტებისა და ასე შემდეგ. აი ამ კუთხით რა შესაძლებლობას გვაძლევს ეს მოქნილობა და მანქანის დამტენი პუნქტის მიერთების თვალსაზრისით აქ რა არის ელექტროდამტენი მოწყობილობები, რაც განკუთვნილი არის ავტომობილებისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ელექტრომობილები, ამიტომაც ამ ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ მივიღეთ განაცხადება და მიერთების საფასური არის განახევრებული. თუ ჩვეულებრივი მომხმარებელი რაღაცა ძაბვის საფეხურზე რაღაცა საფასურით ერთდება, პირობითად თქვა რაღაცა ორგანიზაცია, საწარმო, ინდივიდუალური სახლი გასაჟები, იგივე ძაბვა რაც ჭირდება დამტენ მოწყობილობას, ნახევარი ფასია მისი მიერთების საფასური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადება იყო, რაც ჩვენ მივიღეთ თავის დროზე. ხოლო რაც შეეხება მიკროსიმძლავრის სადგურებს, ეს არის მომხმარებლებისთვის ძალიან მარტივად რა ვთქვა, საკუთარი ჭარბი ენერგია? კი ბატონო, საკუთარი სახლის სახურავზე განთავსებული მზის პანელები თუ ეზოში განთავსებული მზის პანელები ან მიკრო წყლის სადგური ან მიკრო ქარეს სადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 9 მეგავატს. მათთვის ჩვენ ქსელური გატარების შეღავათი მივიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჭარბი ენერგია, რომელიც მომხმარებელს აქვს და მიაწვდის ქსელს, ამ შემთხვევაში კომუნალური კომპანია მომხმარებელს წელიწადში ერთხელ უნაზღაურებს თანხას და ამავდროულად გატარება განთავისუფლებულია შესაბამისი საფასურისგან. ამან ძალიან დიდი საქმე გააკეთა, იმიტომ რომ უფრო მიზიდველი გახდა ეს პროექტები და აი რეგიონები რო ავიღოთ, ენერგოპროს დადგმული სიმძლავრის 20% უკვე ასე ვთქვათ, შევსებულია, შეივსო თებერვლის ბოლოს 20%. ბატონო დავით, ეს ძალიან მოცულობითი თემაა და ზოგადად ჩვენი მწვანე ეკონომიკის იქნება, ენერგოუსაფრთხოების იქნება თუ ენერგომდგრადობის თვალსაზრისით მოცულობითია. ადრე როდესაც ძალა შედიოდა, მაშინ მახსოვს სლად ვისაუბრეთ და მე გთავაზობთ, რომ ეს იმდენად მოცულობითია რაღაც პერიოდის მერე კონკრეტულად ამ თემაზე ვისაუბროთ. ძალიან კარგი იქნება, დიდი სიამოვნებით. სიახლეები იქნება, პარლამენტი კანონის ცვლილებას მიიღებს, რომლის მიხედვითაც ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადავდივართ, როგორც ევროპაში გადავიდნენ. მით უმეტეს და ახლა გთავაზობთ დარჩენილი 2-3 წუთი, ვთხრათ ელექტრონული სერვისების კუთხით, რა არის ის ახალი და განსაკუთრებული, რომელსაც ღირებულად მიიჩნევთ ბოლო პერიოდის სიახლეებს შორის და ამ ხრივ რა მოქნილობის რა დონე გვაქვს. ჩვენ post-covid პერიოდში დავიწყეთ ძალიან აქტიურად მუშაობა ელექტრონული სერვისების დანერგვას და დღეს რამდენიმე სერვისი უკვე სრულად ელექტრონულია მომხმარებელს, მაგალითად ვთქვათ, SMS-ის გაგზავნის საშუალებით 15-მდე სხვადასხვა ოპერაცია შეუძლია გააკეთოს მობილური ტელეფონით, რაზეც ადრე კომუნალური კომპანიის ოფისში მისვლა ჭირდებოდა. ასევე მაგალითად ვთქვათ, საცხოვრებელი სახლის ან ბინის გადაფორმება, ან იჯარით გაცემა, ან ასეთ შემთხვევაში ცალკე დენის კომპანიაში უნდა გადაფორმებინა აბონენტი, ცალკე გაზი, ცალკე წყლის, დღეს იუსტიციის სახლში ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება ეს ყველაფერი ადგილზე. ასევე მნიშვნელოვანია ის სერვისი, რაც გულისხმობს ახალი ობიექტების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვების გაცემას. იუსტიციასთან ერთად ვიმუშავეთ ჩვენ და სრულად ელექტრონულია მშენებლობის ნებართვების გაცემა თვითმმართველ ქალაქებში და ეტაპობრივად სხვადასხვა მუნიციპალიტეტები ემატება ამ სერვისს. ახლა მუშაობთ მომხმარებლის პორტალზე, როცა მომხმარებელს ერთ ასე ვთქვათ სივრცეში ექნება მთლიანად თავისი კომუნალური სერვისები და შეხედავს მათ შორის მოხმარებებს და გეგმავს გადახდასთან დაკავშირებით. ანუ იმაზე უფრო მოცულობითი, ვიდრე საბანკო აპლიკაციების მეშვეობით ჩვენ ვახერხებთ გადახდას. აქ შეძლებს მე აწარმოოს საკუთარი სტატისტიკა, როდის ასევე ეტაპობრივად ჭკვიანი მრიცხველები რაც შემოდის, ხო? სავალდებულო გახდა უკვე 2 წელი ელექტროენერგეტიკის სექტორში, ასევე დაემატება მას მოგვიანებით ბუნებრივი გაზის სექტორი, წყალმომარაგების სექტორი. ესეც საშუალებას ვისცემს მომხმარებელს, რომ თავისი კომპიუტერით ან ტელეფონით აკონტროლოს მოხმარებები და ყოველდღიურად კონდეს ინფორმაცია, თუ რამდენი მოიხმარა,
რამდენის გადახდა მოუწევს და ასე შემდეგ. ეს თვითანალიზისთვის კარგი საშუალება იქნება, რომელიც ასევე ალბათ შეიძლება იმ ჩვევის გამომუშავების თუ კულტურის გამომუშავებაში იყოს დამხმარე ელემენტი, რასაც ქვია, ისაც არ ჭირდება ყველა არ იყოს ჩართული და დაზოგვა. კი ბატონო. მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მადლობა თქვენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანია იყო ჩვენი სტუმარი. ვისაუბრეთ ზოგადად მომხმარებლის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რეალობაზე, იმ ელექტრონულ სერვისებზე, რომელიც დღეისთვის არსებობს. ჩვენი სტუმართან დიალოგი აიტირთება რადიოენდის Facebook გვერდზე და ჩვენ მოგვიანებით აუცილებლად გამოვეხმაურებით იმ თემას, რომელიც ავტონომიური კვების ობიექტების შექმნას და შესაბამისად საერთო ქსელში ჩართულობის მექანიზმის არსებობასაც გულისხმობს. მადლობა.